მოგესალმებით, ყველას დიდი მადლობა მობრძანებისათვის. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ დაავადებათა კონტროლის ცენტრმა და ინფექციური პათოლოგიის ცენტრმა ერთობლივად დავიწყეთ ღონისძიებები საქართველოში ლექციების ციკლისა, რომელიც ეძღვნება ჰემორაგიულ ცხელებებს. მთელი მსოფლიო მოგეხსენებათ დღეს საკმაოდ შეფიქრიანებულია იმ პროცესებთან, რაც დასავლეთ აფრიკაში მიმდინარეობს ებოლასთან დაკავშირებით. ალბათ საქმის კურსში ბრძანდებით, დღევანდელი რიცხვით სადღაც 4200-ზე მეტი ადამიანია დაინფიცირებული ამ ქვეყნებში, ნახევარზე მეტი სამწუხაროდ დაიღუპა და საკმაოდ სერიოზული მდგომარეობაა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პროგნოზით ალბათ ეს რიცხვი ავა სადღაც 20-დან 30000-მდე და ლეტალობის მაჩვენებელი და კოეფიციენტი საკმაოდ მაღალია. ამავე დროს ოდნავ ეს ყველაფერი იყო კონცენტრირებული 4 ქვეყანაში და ოდნავ იშლება ეს. აი კონგოს რესპუბლიკაშია უკვე შემთხვევები, კიდევ სენეგალში გაჩნდა ერთეული შემთხვევები და ასე შემდეგ. ამიტომ ეს ყველაფერი დამაფიქრებელია. რა თქმა უნდა, თეორიული შანსი, რა თქმა უნდა, პრაქტიკული შანსი ძალიან ნაკლებია იმისა, რომ ჩვენ შეგვეხოს, მაგრამ თეორიული შანსი ამისი არსებობს, იმიტომ რომ ამ ქვეყნებიდან საქართველოში მოძრაობა არის, შემოდიან და იცით ალბათ საინფორმაციო წყაროებით, რომ ჩვენ დაახლოებით 1 თვის წინ გავამკაცრეთ საზღვრებზე ინფორმაციის მოპოვება, ანუ დღესდღეობით ყველა ადამიანი, ვინც ამ 4 დაზიანებული ქვეყნიდან შემოდის, აღირიცხება მათი საცხოვრებელი ადგილი, მათი ტელეფონები და ჩვენი ეპიდემიოლოგები აწარმოებენ საკმაოდ ინტენსიურ რეჟიმში მათთან კონტაქტს, რომ რამე სიმპტომები ხომ არ არის. ასეთი გუშინდელი რიცხვით იყო 71 ადამიანი შემოსული და 57 ადამიანზე დაკვირვება გრძელდება, რამე თუ როდესაც გადის ინკუბაციური პერიოდის დრო, მაქსიმუმი 21 დღე ისინი ზედამხედველობიდან იხსნებიან. მაგრამ თეორიული შანსი, როგორც ვამბობ, შესაძლებელია იყოს, ამიტომ იმ კვირაში დაგეგმილია შესაბამისი თვნა ამ თვალსაზრისით იქნება პატარა ესეთი სცენარი გათამაშებული, რათა მზადყოფნა როგორია, მაგრამ მზადყოფნის ყველაზე მთავარი ელემენტი არის ცოდნა, ანუ უნდა გქონდეს ინფორმაცია ამ დაავადებებთან დაკავშირებით. მეორეს მხრივ, ასევე ალბათ საქმის კურსში ხართ, რომ ძალიან შეგვაწუხა ყირიმ კონგოს ცხელებამ, რომელიც შემთხვევებიც იზრდება ქვეყანაში, წელს უკვე თუ კარგად მახსოვს დაახლოებით 22 შემთხვევა სამწუხაროდ წინა წლებში რომ არ გქონდა წელს დაფიქსირდა 3 ლეტალური გამოსავლით, აქედან გამომდინარე, აქაც ძირითადი კონცენტრაცია გახლავთ შიდა ქართლში, განსაკუთრებით ხაშურის რაიონში, მაგრამ ამავე დროს სხვა რაიონებშიც გვაქვს შემთხვევები და ამიტომ ცოდნა ამ თვალსაზრისით საჭიროა და ასევე, რა თქმა უნდა, კიდევ სხვა დაავადებებთან მიმართებაში, რომელებიც ზოგადად მაღალი ცხელებით მიმდინარეობენ და განსაკუთრებით ჰემორაგიული ცხელებები. ამიტომ ამ ლექციებს ჩვენ კვირაში 2-ჯერ ვატარებთ. პირველ რიგში წინა ლექცია ჩატარდა, სადაც იყო ასევე პირველადი ჯანდაცვის ქსელი, ინფექციური პათოლოგიის ცენტრიდან, სხვადასხვა სამანტყოფოების ინტენსიური განყოფილებები. დღეს მოწვეული ბრძანდებით, როგორც მე ინფორმაცია მაქვს სასწრაფო დახმარების სამედიცინო პერსონალი და ასევე კატასტროფის ცენტრის სამედიცინო პერსონალი. ეს ლექციები გაგრძელდება ყოველკვირეულად კვირაში 2-ჯერ, თანდათანობით მე ჩვენ რაიონებშიც გადავალთ, მაგრამ პირველ რიგში მოვიცავთ თბილისს, რა თქმა უნდა და შემდეგ აუცილებლად ყველაზე დაზიანებულ რეგიონს, რომელიც გახლავთ შიდა ქართლი და განსაკუთრებით ხაშურის რაიონი. ამავე დროს მომზადებულია ამ ორ დაავადებასთან დაკავშირებით, საქმის კურსში რო ბრძანდებოდეთ, ებოლასთან და ყირიმ კონგოსთან დაკავშირებით ქვეყნის საპასუხო პასუხის ეგრეთ წოდებული რეაგირების გეგმა მთავრობის განკარგულების სახით, იმედია რომ მომავალ კვირაში მთავრობა განიხილავს ამ გეგმებს და ამტკიცებს, რამე თუ ამ დაავადებებთან ბრძოლაში მარტო ჯანდაცვის სექტორის აქტივობა არ არის საკმარისი, რამე თუ აუცილებელია მულტისექტორული მიდგომა და განსაკუთრებით სხვადასხვა სექტორების აქტიური ჩართვა. მხედველობაში მაქვს საზღვარი, საბაჟო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, გარემო, ადგილობრივი სამსახურები, მუნიციპალური და ასე შემდეგ. ეს ლექცია იქნება უფრო კლინიკური, ბატონი პაატა ზოგადად გაგაცნობთ მდგომარეობას და ბატონი თენგიზის
შემდგომ გააგრძელებს უფრო კლინიკური ასპექტებით დიაგნოსტიკას და მკურნალობას შეეხება. როგორც გითხარით, წინა კვირაში პირველი ასეთი რაუნდი უკვე გქონდა, საკმაოდ საინტერესო არის კითხვები, არის მსჯელობა აუდიტორიიდან და როგორც ხედავთ, მიმდინარეობს ჩაწერა ჩვენი სპეციალიზირებული არხის მიერ, რომელიც გახლავთ Pulse TV და ამ 2-3 თქვათ ასეთი რაუნდის შემდეგ ჩვენ შევაჯერებთ ამ ლექციას, კარგად დაიხვეწება და დაიდება ეს ლექციები თავისი თავისი პრეზენტაციით ვებგვერდზე, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ყველა ექიმისთვის და სამედიცინო დაინტერესებული სამედიცინო პერსონალისთვის. Აი ეს არის ყველაფერი, თუ ორგანიზაციული თვალსაზრისით რამე კითხვა გაქვთ, სიამოვნებით გიპასუხებთ, თუ არა და მაშინ ბატონ ბაათას ვთხოვთ დაიწყოს. მოგესალმებით, ჰემორაგიული ცხელებები. პირველ რიგში ეს არის 4 ჯგუფია ოჯახი ვირუსების, რომელთა წარმომადგენლებიც ვირუსები იწვევენ ჰემორაგიულ ცხელებებს და ჩვენთვის საყურადღებო ის რაც ჩვენ ქვეყანაში გვხდება, ეს არის ჰემორაგიული ცხელება ფირკლის სინდრომით და ასევე ყირიმკონგოს ჰემორაგიული ცხელება. გარდა ამისა, სამწუხაროდ წელს ზაფხულში ჩვენი ენტომოლოგები მუშაობდნენ დასავლეთ საქართველოს ზღვისპირეთში და აღმოაჩინეს, ასე ვთქვათ, რომ საქართველოში გაჩნდა ისეთი გადამტანი, როგორიც არის კოღოს სახეობა, არის ეგეთი ალბუპიქტუსი და მეორე ედეს ეჯიპტი, რომელიც ადრე საქართველოში გავრცელებული არ იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ორი კოღოს სახეობა არის გადამტანი დეგეს ცხელების და ასევე ჩიკუნგუნიას ცხელების. აქედან გამომდინარე, თუ ჩვენთან გაჩნდება დეგეს ან ჩიკუნგუნიას და თქვენ წარმოიდგინეთ ყვითელი ცხელების შემთხვევა, შესაძლებელია უკვე ადგილობრივი გადაცემა, იმიტომ რომ კოღო გადამტანი ჩვენთან გაჩნდა დასავლეთში უკვე არის და ასე ვთქვათ გამოჭერილი კოღოს ეს სახეობები. მოგეხსენებათ გლობალური დათბობაა, ისე როგორც ადრე დასავლეთ საქართველოში მაგალითად ლეიშმანიოზის გადამტანი არ ჰქონდა, ეხლა არის უკვე ქუთაისში ლეიშმანიოზის გადამტანი, შესაბამისად ქუთაისში უკვე არის ადგილობრივი შემთხვევები ლეიშმანიოზის. ახლა როგორია ძირითადად ვთქვათ ყირიმკონგოს ჰემორაგიული ცხელების გადაცემის გზები, რა თქმა უნდა, ეს არის ძირითადად ტკიპა, მაგრამ გარდა იმისა, რომ ტკიპას გადააქვს, საინტერესოა ისიც, რომ ყირიმკონგოს ჰემორაგიული ცხელება ცხოველებში, ძირითადად ეს არის მცოხნავი, ასე ვთქვათ, ცხოველები, ბალახის მჭამელი ცხოველები, მათ ორგანიზმში შეიძლება ითქვას რეზერვუარი ხდება, იმიტომ რომ ამ ცხოველს თვითონ ავად არ ხდის, მაგრამ მრავლდება მის ორგანიზმში, აქედან გამომდინარე შანსი თეორიული იმისა, რომ თქვათ ცხოველის დაკვლის ან გატყავების შემთხვევაში ადამიანი დაავადდეს, არსებობს. და ძირითადი გზა მაინც არის ტკიპისმიერი, ტკიპის კვლევის შედეგად გადაცემა და ძალიან ცუდია ის, რომ ტკიპა გადასცემს შთამომავლობას ტრანსოვარიალურად, ასე რომ ტკიპა თუ არის ინფიცირებული, მის შთამომავლობაც ინფიცირებულია. ადამიანიდან ადამიანზე, რა თქმა უნდა, შემთხვევები არის, ძირითადად ეს ეხება სამედიცინო პერსონალს. 2009 წელს იყო შემთხვევა ყაზახეთში, როდესაც ერთი მელოგინე ქალის გამო, რომელსაც ეხდენა ჰქონდა, დაიღუპა მეანი, რომელიც ეხმარებოდა, მეანმა ხირურგი გამოიძახა, ხირურგმა ვერ გააჩერა, მიკროხირურგი გამოიძახა, დაიღუპა ქირურგი, მიკროხირურგი და გარდა ამისა დაიღუპა მიკროპედიატრი, რომელიცაც ბავშვს ჩააბარეს და კიდე ერთი ექთანი. სისხლთან მოპყრობის სტანდარტული წესების დაუცველობის გამო. მარტივით ძალიან. ხო, საკვირველი ის არის, რომ ყაზახეთში ხა ყირიმკონგოს ცხელება ძალიან ხშირია დაავადება, ჩვენთან შედარებით მაინც და ჩვენ პირველი შემთხვევა რო ხონდა, ზუსტად ეს ჩვენი 2009 წლის პირველ შემთხვევამდე მოხდა ერთი თვით ადრე დაახლოებით ყაზახეთში, ეს ინფორმაცია უკვე ჰქონდა და გული გვისკდებოდა, იმიტომ სამი ის მოიარა პაციენტმა, მანამ ბატონ თენგისთან მოხვდებოდა, სამი საავადმყოფო მოიარა იმ პაციენტმა და
86 სამედიცინო პერსონალს ჰქონდა მასთან შეხება, საბედნიეროდ ყველაზე მეთვალყურეობა ჰქონდა და არც არაფერი არ დაემართა. ძალიან გაგვიკვირდა სხვა შორის. შემდეგი დაავადება, რომელიც ჩვენთან არის, ეს არის ჰემორაგიული ცხელება თირკმლის სინდრომით. აქ მღრღნელია ძირითადად, ასე ვთქვათ, ამ დაავადების რეზერვუარი მღრღნელებია და ძირითადად მღრღნელებით დაბინძურებული, ვთქვათ, სხვადასხვა მღრღნელებით დაბინძურებული გარემო ობიექტების შედეგად ხდება ხოლმე ადამიანის დაცნებოვნება. პირველი შემთხვევა, რომელიც, ასე ვთქვათ, აი ჩვენ გვაქვს აქ მე მონაცემები საქართველოზე და პირველი შემთხვევა იყო 90-იანი წლების შუა იყო მახსოვს, როდესაც ჰოსპიტალში, სამხედრო ჰოსპიტალში ახალგაზრდა ექიმმა დასვა დიაგნოზი და ჰოსპიტალის ექიმი დამიკავშირდა მაშინ, რომ შეიძლება თუ არა საქართველოში ეს იყოსო და მე ვთქვარი შეიძლება თუ კერები გვაქვს. ორი ჩვენი სპეცნაზელი იყო, რომელიც გადიოდა, ასე ვთქვათ, გადარჩენაზე ვარჯიშებს რაღაც ტყეში დღეში და იქ, ასე ვთქვათ, ეს ორი ახალგაზრდა გახდა ალბათ ჰემორაგიული ცხელება თირკმლის სინდრომით. ამის შემდეგ უკვე შემდეგ მონაცემებს გაჩვენებთ, ჩვენთან შემთხვევები არის ამ დაავადების და აი აქ არის ბოლოში მითითება, რომ გადადის თუ არა ადამიანიდან ადამიანზე. ჩვეულებრივ მიჩნეულია, რომ არ გადადის, თუმცა არის ერთი სახეობა, ასე ვთქვათ, რომელიც იგივე ვირუსია, ოღონდ კლინიკა სხვა არის და იქ ბატონი თენგიძე ამაზე უფრო დაწვრილებით გელაპარაკებათ, უფრო პულმონარული სინდრომით მიდის, იქ ამბობენ, რომ გადადის ადამიანიდან ადამიანზე, მაგრამ ჩვენ გვაქვს შემთხვევა, რომელიც ვერ დავადასტურებთ უბრალოდ, თუმცა ერთ-ერთი ექთანი, რომელსაც ავატყოფმა სახეში სისხლიანი ღებინებით, ასე ვთქვათ, აღებინა, ეს ექიმი გარდაიცვალა, ეს ექთანი გარდაიცვალა რამოდენიმე დღის შემდეგ და ძალიან ასე სამწუხაროდ ჩვენ სიცოცხლის მიერი ანალიზი ვერ გავაკეთეთ. მაგრამ დიდი ეჭვი გვაქვს, რომ აქ იყო სწორედ ჰემორაგიული ცხელება თირკმლის სინდრომით, იმიტომ რომ ის ავატყოფი უცხოელი იყო იმ ქვეყნიდან, სადაც ეს დაავადება არის და რამდენადაც იმის სისხლი ჰქონდა ჩვენ და იმას ჰემორაგიული ცხელება თირკმლის სინდრომით ჰქონდა, ისიც გარდაიცვალა. ეხლა ასე ვთქვათ, ის ჩვენ რაც გვაწუხებს, ეხლა ხალხს რაც აწუხებს და რაღაც ეს არის ებოლა. ეს არის 5 სექტემბრის მონაცემები, მოდი ესე ვთქვათ, პრობლემა დღეს არის ლიბერიაში ყველაზე უფრო ბოლო 4 კვირა გაორმაგდა თითქმის შემთხვევები, ან ლიბერიაში განსაკუთრებით ცუდი მდგომარეობა დედაქალაქში მონროვიაში, სადაც ასე ვთქვათ, შემთხვევები გაექვსმაგდა ბოლო 2 კვირის მანძილზე და პრინციპში კონტროლს აღარ ექვემდებარება ლიბერიაში გავრცელება. შედარებით უკეთესი მდგომარეობა გვინეაში და დაიწყო ეს ამ დაავადების აფეთქება გვინეაში და საშუალო მდგომარეობა ამ ორ ქვეყანას შორის სიერა ლეონეში. რაც შეეხება ნიგერიას, ნიგერიაში ცხოვრობს 170 მილიონი ადამიანი. რა თქმა უნდა, ძალიან ეშინიათ იქ რომ გავრცელდეს. ნიგერია შედარებით ძველი ქვეყანაა, ამიტომ ნიგერიაში ჯერჯერობით არის მხოლოდ 22 შემთხვევა დაფიქსირებული. აქედან უმრავლესობა არის შეტანილი, თუმცა იქაც დაეღუპათ ექთანი, რომელიც უვლიდა თქვათ პაციენტს. მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ნიგერია ნაკლებად, გაცილებით ნაკლებად არის თქვათ ყურადღება მისაქცევი დღევანდელ ეტაპზე. არის კიდე ერთი შემთხვევა არის სენეგალში, მაგრამ ისიც და ეხლა მეზობელი ქვეყნებისთვის რა თქმა უნდა გაცილებით დიდი საფრთხეა. მოგეხსენებათ, საზღვრები პრაქტიკულად არ არსებობს, გადმოდის ეს ხალხი. ეს არის საქართველოს მონაცემები, როგორც გითხარით, სულ აი 25 შემთხვევაა დადასტურებული ბოლო 5 წელიწადში ჰემორაგიული ცხელების თირკმლის სინდრომით, იყო ყვითელი ცხელების შემთხვევა 2006 წელს. აფრიკიდან ჩვენი ის იყო ორნიტოლოგი იყო, ჩიტებს დაძებდა აფრიკაში და დავადდა და შემდეგ იყო შემთხვევა ასევე დინგეს ცხელება ჰქონდა შარშან. ეს იყო ჩამოსული სტუდენტი, რომელიც შემდეგ წავიდა უკან სამკურნალოდ თავის ქვეყანაში. ეხლა
ყველაზე ძირითადი რაც მე მინდა ებოლას ვირუსზე დავიმახსოვროთ, რომ ადამიანი რა თქმა უნდა არ არის მისი რეზერვუარი. პირველ სლაიდზე იყო ნაჩვენები, რომ რეზერვუარი დღემდე უცნობია, თუმცა სულ უფრო და უფრო მეტი მტკიცებულება ჩდება იმისი, რომ მისი რეზერვუარი ბუნებაში არის ეს ღამურა, რომლის სურათი არის აქ, ეს არის საკმაოდ დიდი ღამურა, ესეთი რა ქვია, ხილის მჭამელი ღამურა ქვია მას და ეს ღამურა წარმოადგენს იმ ადგილას გვინეაში, სადაც დაიწყო ეს აფეთქება, ფაქტობრივად დელიკატესია. და აი ეს შემწვარი იყიდება ეს ღამურები ქუჩებში, ასე ვთქვათ, შემწვარი რა თქმა უნდა ეს ღამურა საერთოდ აღარ არის, შეიძლება ძალიან გემრიელიც არის, მაგრამ მისი ასე ვთქვათ, მოპოვების და გატყავების და დამზადების დროს რა თქმა უნდა ადამიანი ხდება ავად. აქვე დავამატებ, რომ ძირითადად ებოლა ემართებათ ან ვთქვათ აი ამ ღამურებიდან, ან მეორე არის კიდე პრიმატები, მაიმუნები, რომლებსაც ასევე საკვებად იყენებენ. ოღონდ მაიმუნები, როგორც ადამიანები, არ არის ასე ვთქვათ რეზერვუარი, იმიტომ რომ მაიმუნი ასევე ებოლა რო ემართება, პრაქტიკულად ყველა მაიმუნს კლავს. რა თქმა უნდა, ასეთი მაიმუნი უფრო ადვილი მოსანადირებელია. ავადმყოფი ან მკვდარი მაიმუნი და შესაბამისად ის ადამიანები მოიხმარენ მათ ხორცსაც და ავად ხდებიან ისევ და ისევ თქვათ გატყავება დამუშავების დროს და შეხებით აი ამ მაიმუნებთან. დანარჩენი, ძირითადი რისკი, რა თქმა უნდა, ყველა შემთხვევაში ეს არის კონტაქტი ადამიანიდან ადამიანზე, ძირითადი ეს არის კონტაქტი სისხლთან და ორგანიზმის სხვა სითხეებთან. ეხლა ინფექციის კონტროლი. ეხლა ჩვენ ვხედავთ აქ, აი ეს არის კადრები იქიდან, სადაც ეს დაავადება არის გავრცელებული, ეს არის ჰოსპიტალი, რომელიც ექიმები საზღვრების გარეშე აქვთ გაშლილი, ერთ-ერთი ასეთი ბევრი გაშალეს უკვე. პრაქტიკულად იქ არის ძალიან ძიმე სიტუაცია და სამედიცინო დახმარების სისტემა ფაქტობრივად არ არსებობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემა, ექიმები ლიბერიაში, მთელ ლიბერიაში იყო სულ 150 ექიმი და აქედან 70-ზე მეტი დაიღუპა უკვე. აქვე უნდა ითქვას, რომ არც ერთი იმ ქვეყნის, რომელიც უამრავი ექიმია ჩასული მთელი მსოფლიოდან მათ დასახმარებლად და აი ექიმები საზღვრების გარეშე იქ ძალიან ბევრია, რამოდენიმე ასეული ექიმი მუშაობს, არც ერთი არ გამხდარა ავად. თავარი არის როგორ იცავ თავს. თუმცა იყო შემთხვევა, როდესაც ამერიკელი ექიმი გახდა, ორი ექიმი და ერთი ექთანი გახდა ავად, ინგლისელი ასე ვთქვათ გახდა ასევე ავად, ესენი სულ ყველა გაჩვენებთ ამასაც. გასაგები ხა სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა შესაძლებლობაა. აქ არის ხა ნაჩვენები, როგორ რესპირატორიული იმითი მუშაობს თქვათ ამერიკელი და ვირუსებზე, აქ არის ბოქსი სპეციალური ავადმყოფის თვითმფრინავით გადასაყვანი, ასეთი ბოქსებით მოხდა მათი ტრანსპორტირება და იქვე ზემოთ არის ნაჩვენები, როგორ ხდება ეს დღეს ადგილზე, რა შესაძლებლობაც აქვს იმ ხალხს ისე მუშაობენ. და თავარი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის რა პალატა, რა თქმა უნდა იყოს ცალკე, ასეთ პირობები მოგეხსენებათ ინფექციურს აქვს, ბოქსირებული პალატები მათ აქვთ. სხვაგან ამისი მიღწევა ჩვეულებრივ ხერხდება იმითი, რომ ოთახს უნდა ქონდეს კიდე ასე ვთქვათ პრედბოქსნიკი, ანუ წინარე ოთახი უნდა ქონდეს და უნდა იყოს უარყოფითი წნევა. ეხლა იტყვით, რომ სად არის ეს უარყოფითი წნევა, მაგრამ უარყოფითი წნევა კეთდება უმარტივესად ფანჯარაში თუ იქნება გამწოვი ვენტილაცია. ანუ იმ პერიოდში იმ ოთახში როცა ის მუშაობს, კარები რო იღება, ყოველთვის ოთახში არის უარყოფითი წნევა და კორიდორიდან შედის ჰაერი პალატაში და არ გამოდის კორიდორში პალატის ჰაერი. თუმცა ებოლა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჰაერის გზით არ ვრცელდება. დეზინფიცირება არის რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი და კიდევ ერთხელ გაჩვენებთ, ეს არის ინდივიდუალური პაციენტის გადასაყვანი, ვთქვათ, რა პირობებში ახლა იქ და რა პირობებში, ეს არის ესპანელი მოდელი მოგახსენებათ გახდა ასევე ერთ-ერთ მისიაში და აი ესპანელი მოდელი როგორ გადაიყვანეს, ვთქვათ, ესპანეთში უკვე და ეს არის სპეციალური თვითმფრინავი, საიზოლაციო თვითმფრინავი, რომლითაც ამერიკელებს თავიანთი პაციენტები მიყავთ ხოლმე, ვთქვათ, ვინც გაუხდება თავად, ვინც მუშაობს ამერიკელი და უკვე როგორც გითხარით, 3 ადამიანია გადაყვანილი ამერიკაში სამკურნალოდ.
ძალიან სიფრთხილეა უნდა ყველანაირ წვეტიან, ყველანაირ მჭრელ, ყველანაირ იმიტომ რომ შემთხვევითობისაგან არავინ არ ვარ დაზღვეული. რუსეთში 76 წელს ერთი ვირუსოლოგია დაღუპული ებოლათი სამხედრო ლაბორატორიაში, რომელსაც ნემსი შეერჭო და რამოდენიმე წლის შემდეგ მეორე 2004 წელს დაიღუპა მეორე ვირუსოლოგი ვექტორში ნოვოსიბირსკში, ასევე ნემსი შეერჭო ექსპერიმენტების დროს ცხოველებზე ებოლათი, ორივე ეს ქალბატონი დაიღუპა. თუმცა იგივე რუსეთში იყო კიდევ ერთი ინციდენტი, როდესაც ვირუსოლოგი ასევე გახდა ავად და გადაარჩინეს ამ ქალბატონის სისხლის პლაზმით, რომელიც შეუყვანეს თქვათ ახალ ავადმყოფს და ის გადარჩა. ეხლა როდესაც ბატონი თენგიზი ილაპარაკებს კურნალობაზე, მაგრამ ერთი რამე მინდა დავიმახსოვროთ, აი ეს ვინც კი წაიყვანეს დროზე ამერიკელებმა, ინგლისელებმა სულ ყველა მორჩა. იქ უბრალოდ ეს 50%, რომელიც მორჩა, თავისით მორჩა ფაქტიურად და სამეცნიერო დახმარება ვერ ახერხებენ, იმიტომ არა აქვს უბრალოდ ამისი შესაძლებლობა. თორე ალბათ ასეთი მაღალი არ უნდა იყოს ვთქვათ ლეტალობა. აქ ვეხედავთ კიდევ ერთხელ ვამბობ, აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი რა თქმა უნდა, რომ ნარჩენების, ყველანაირი ნარჩენების რაც კი რჩება პაციენტთან, ან გარეთ არ უნდა გამოვიდეს არაფერი პაციენტის ოთახიდან, ყველაფერი მაქსიმალურად იქვე უნდა მოხდეს. დეზინფიცირება კიდევ ერთი წესი, რომელსაც ხლა იმ პირობებში კიდევ ერთხელ ვამბობ, იცით, იმ პირობებში უფრო მეტი მოთხოვნებია აი ამ დაცულობისადმი, ვიდრე ჩვეულებრივი ამერიკული რო გაიდლაინი რო წაიკითხოთ, წერია რომ რო შედიხარო პალატაში ავადმყოფთანო, ნუ ხელთათმანი და ის უნდა გეცვას აუცილებლად და თუ სისხლთან და შარფთან და ფეკასლებთან გაქვს, მაშინ უნდა გაიგეთო მეორე ხელთათმანიო და იქ სტანდარტულად ყველას უკეთია მეორე ხელთათმანი, იმიტომ რომ და კიდევ უბნებიან რომ აი რაღაცა თუ არის დაბინძურებული ნივთები, იმიტომ იქ ჰოსპიტალი არ არის, ნუ ეზოშია ფაქტიურად პალატები გაშლილი და იმაშია ეს პაციენტები და დაბინძურებულია ყველაფერი იქ. აქედან გამომდინარე ემასაც კი ურჩევენ რომ ხელით არაფერი არ აიღოთ, თქვა და რაც შეიძლება ნაკლებად რომ დაუბინძურდეს და მასშიდან თქვა პინცეტით რომ აიღოს თუ არის რამე დაბინძურებული. და დეზინფექცია ყოველ ასე ვთქვათ ფეხის ნაბიჯზე, იმიტომ რომ ეს დამცავი ტანსაცმელი ძირითადი ინციდენტები ახ ჩვენ გადავალთ ასე ვთქვათ ჩაცმა დახურვაზე, იქ ვნახავთ რომ ძირითადი ინციდენტები ხდება გახდის დროს დამცავი საშუალებების. თუ არ დაიცავი ზუსტად წესები დამცავი საშუალებების გახდის, დიდი რისკია კანთან ან ლორწოვანთან მოხდეს დაბინძურება. და წესი კიდე ერთი რომ ჩაცმის დროს და გახდის დროს აუცილებლად უნდა იყოს მეორე კოლეგა, რომელიც პრაქტიკულად გაკონტროლებს, იცავ თუ არა შენ წესებს ჩაცმის და ჩაცმა მნიშვნელოვანია, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია გახდა. აი ეს არის სტანდარტული ნაკრები, ვთქვათ, რაც უნდა იყოს დასაცავად თავისა ასეთი დაავადებებისაგან და ჩაცმის დროს, ნუ ეს არის თანმიმდევრობა, ჯერ ნიღაბი, ვთქვათ, შემდეგ, ნუ იქ ხა გარეთ მუშაობენ და გასაგებია რომ რაც ბუტები უნდა ეცვათ ისეთი რეზინის ჩექმები, ან თუ ნორმალურ პირობებში, რა თქმა უნდა, ბახილებით საკმარისია, ვთქვათ, ოღონდ ფეხსაცმელი აუცილებლად დახურული ფეხსაცმელი უნდა იყოს და არა, ვთქვათ, ამოჭრილი და ღია ფეხსაცმელი. შემდეგ, რა თქმა უნდა, არის თვითონ ჩაცმა დამცავი ტანსაცმლისა, ხელთათმანების გაკეთება, ჩვენ ამის დემონსტრირებას ყველაფერს გავაკეთებთ, ესე უფრო ადვილი იქნება. დამცავი, ვთქვათ, წინსაფრის გაკეთება, რომელიც აუცილებლად სითხე მედეგი უნდა იყოს, არ უნდა სველდებოდეს. შემდეგ სათვალეების ან სახის ფარის მორგება და შემდეგ არის კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველაზე მნიშვნელოვანი გახდა. ეს პროცედურები გახდის არის აფრიკაში აი იმ ადგილას გამოსაყენებელი, იმიტომ რომ ჩვეულებრივი გაიდლაინები რომ ნახოთ, აი ამდენი დეზინფექცია იმაში არ არის ხოლმე. ახლა აქ ხედავთ როგორ არის, ესე იგი რომ ჯერ გარეხელთათმანების დეზინფექცია, მერე წინსაფრის და ბახილების დეზინფექცია, მერე გარეხელთათმანი იხდება, მერე წინსაფარი მოვიძრობთ, მერე სათვალეს და დამცავ ფარს მოვიძრებთ, მერე კომბინეზონს გავიხსნოთ
და მეორე ხელთათმანი ხო დაგვჭა, ახლა იმის დეზინფექცია, ესენი ყველაფერი რომ მოვიხსენეთ. მერე ბოტები, ბახილები გავიხადოთ, მერე ხელების დეზინფექცია ისევ, მერე ნიღაბს ვიძრებთ და მერე ვიხდით უკვე მეორე ხელთათმანს და ისევ დეზინფექცია უკვე ხელების, გახდილი ხელების. და თავარი და ძირითადი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არის ყველა პროცედურის დროს, რომ გარეთა ზედაპირს, რასაც ვიხდით, ან რასაც ვიძრობთ, იმის გარეთა ზედაპირს არ უნდა შევეხოთ. და ცალ-ცალკე ორი, თქვათ, უნდა იყოს საუტილიზაციო ბიოსაფრთხოების, თქვათ, ან პარკი, ან თქვათ, მყარი ბოქსი, რომელშიც გადასაყრელი და გასანადგურებელი უпростоრეთ ცალკეა და ის რაც მრავალჯერადი გამოყენებისაა, მაგალითად სათვალეები, ცალკე, რომ შემდეგ დავიდეს ისევ სტერილიზაციაზე, რომ შემდეგი გამოყენებისათვის იყოს. და აი აქ არის ტექნიკა, ასე ვთქვათ, მოძრობის, კიდევ ერთხელ ვამბობ, თავარია გარეთა ზედაპირებს არ შევეხოთ. ნიღაბი ისე უნდა მოვიხსნათ, რომ არ შევეხოთ გარეთა ზედაპირს. სათვალე ისე უნდა მოვიხსნათ, რომ არ შევეხოთ გარეთა ზედაპირს. ხალათი ისე უნდა გავიხადოთ და მოვატრიალოთ, რომ გარეთა ზედაპირი შიგნით მოხდეს და შიგნითა ზედაპირი გარეთ მოხდეს. აი ეს არის ძალიან მოკლედ, რაც მინდოდა მომეხსენებინა და ხა ბატონი გელა გვაჩვენებს ამას პრაქტიკულად როგორ ხდება, თქვათ, ჩაცმა. და მინდა გითხრათ, ხა ესე გელა ჩაცმულია ყოველ დღე, იმიტომ რომ მე ბიოსაფრთხოების მესამე დონის ლაბორატორიაში ეს არის ჩვეულებრივი ჩაცმულობა ჩვენთვის. კომბინეზონით დამიკავე რა. შემდეგ ბახილები. ეს ყველა არის სითხე მედეგი, ანუ სითხე გაუნტარი. თუ გარეთ გვიწევს მუშაობა, მაშინ თავისთავად რეზინის ჩექმებს, ანუ რეზინის, ასე რომ მაღალყელიან ფეხსაცმელებს ვიხედავ. ამის შემდეგ ვიცოთ სათვალეს. ხო. არის ორნაირი ტიპის. არის ერთი, რომელიც ჩვეულებრივ ლაბორატორიაში ვიყენებთ ხოლმე, მაგრამ უფრო მოწოდებულია, რომ მეორე გამოვიყენოთ, მეორე ტიპის, აი ძირითადად მოთხილ ამორენებს რო მაქვს, როდესაც მთლიანად ფარავს სახის ზედაპირს. ახლა გაჩვენებთ. ესეც კარგია პრინციპში, ესეც ნორმალურია, მაგრამ თუ გვაქვს აი ამ ტიპის უკეთესია. ნუ რადგან ეს აი მთლიანად თელ მოყვანილობას მთლიანად ჰერმეტულად ფარავს და ამის შედეგად უფრო დაცულია თვალის სარი. აქ გათვლილია შევთხოვა, ავატყობს აქ ყველაფრიდან სიღრმენა და შეიძლება პირში გაღებინოს. ნუ სახის ფარის, თუ სათვალეების საშუალება არ არის, შეგვიძლია სახის ფარი გამოვიყენოთ. აი ამ ფორმით. მაგრამ უფრო მოხერხებულია სათვალის ხმარება. სათვალე შემდეგ ვიკეთებთ ხელთათმანებს. სახელო უნდა ჩავიტანოთ შიგნით აუცილებლად. შემდეგ ეს მაგრდება წებავი ლენტით, აი საზღვარზე, სახელოსი და ხელთათმანის, რომ არ მოხდეს კანის გაშიშვლება.
ამის შემდეგ მოდის რესპირატორი. რესპირატორის გამოყენების დროს იცით რა არის საერთოდ საჭიროა, როდესაც ყველა პერსონალს, ვისაც უწევს რესპირატორის ხმარება, გავლილი ქონდეს რესპირატორის მორგების ტესტი, რადგან რესპირატორები არის სხვადასხვა ზომის და პერსონალმა უნდა იცოდეს, რომელი ზომის რესპირატორი იცავს მის სახეს უფრო სრულყოფილად, ანუ რომელია მის სახეზე მორგებული. შემდეგ უკვე მიფარებს ჩაჩს. კომბინეზონს თუ აქვს ჩაჩი კომბინეზონის ჩაჩი თუ არა და მაშინ ცალკე ჩაჩი გამოიყენება. არა, აი მე რო გითხარით რომ მეორე კაცი აუცილებლად ჩაცმა გახო ეს პრაქტიკულად ერთი კაცი ამას ვერც აკეთებს, ამიტომ მეორე თან ეხმარება, თან აკონტროლებს. შემდეგ უკვე მეორე წვილი ხელთათმანი, რომელიც კარგი იქნება თუ ესეთი გრძელი იქნება უკანა მხარე, რომ ცოტა მაღლა ამოვიდეს. Iați spirovechi. როდესაც დავამთავრებთ, შემდეგ უკვე იწყება გახდის პროცედურები, როგორც ბატონმა გახსენათ, რომელიც არის ყველაზე მნიშვნელოვანი. რადგან სავალდებულოდ უკვე პაციენტთან კონტაქტის დროს წინსაფარი, ხელთათმანი, რაღაცა რომელიღაცა ნაწილი შეიძლება იყოს უკვე დაინფიცირებული. ამიტომ გახდის თანმიმდევრობას და გახდის ტექნიკას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. პირველ რიგში ვიწყებთ დეზინფიცირებით, ხდება ხელთათმანების, ალათის და წინსაფრის და მახვილების დეზინფიცირება. ამის შემდეგ ვიწყებთ გახდას გარეთა ხელთათმანი. ტექნიკას აკვირდით, ესე იგი, რომ მაქსიმალურად ეცადეთ შიგნით უნდა შეუყოს, ესე იგი, თითი უნდა, ნუ სხვადასხვა არსებობს, ზოგიერთი თითით აკეთებს, მაგრამ ჯობია ორი თითით, ასე ვთქვათ, ამოტრიალება და ეს ყველაფერი მიდის უსაფრთხოების პარკში. შემდეგ უკვე ხდება წინსაფრის გახდა, იქ უკვე დეკონტამინირებულია, მაგრამ მაინც ამასაც თავის ტექნიკა აქვს. ანუ გარედან შიგნით ვატრიალებთ. იგივე ბახილებით ვეცადოთ რომ უკან მოვკიდოთ ორი თითი. ვათავსებთ და ამის შემდეგ უკვე შიგნით და ხელთათმანი მიუხედავად იმისა, რომ სუფთაა, მაგრამ შევეხეთ წინსაფარს და ბახილებს, ხდება მისი დეკონტამინაცია ეს. ამის შემდეგ უკვე ხდება სათვალის მუხტა გვერდებიდან. იგი მრავალჯერადი გამოყენების არის, ამიტომ ცალკე პარკში იდება. რადგან ეს ნაგავი ავტოკლავირების შემდეგ მიდის დასაწვავად და ამას კიდევ ჩვეულებრივ ხელმეორედ გამოვიდა. ვიშორეთ მწებავ ლენს. ვიხდით კომბინეზონს.
იგივე პრინციპით, ანუ შიგნით ამ მხარეს გარეთ ვატრიალებთ. კვლავ ამუშავებთ ხელთათმანებს. შემდეგ ხდება უკვე რესპირატორის მოხსნა. კვლავ დამუშავება ხელთათმანებს. და შემდეგ უკვე ვიხდით შიგნით და წყვილ ხელთათმანსაც, მაგრამ საერთოდ შეგვიძლია უკვე რესპირატორით გამოვიდეთ ოთახიდან და რესპირატორი და შიგნით და წყვილ ხელთათმანი უკვე პალატის გარეთ გავიხადოთ რა. იგივე პრინციპით, აი ორი თითით ამოვატრიალეთ, აქ ისე თით შევყოფთ. ანუ შიგნიდან გარეთ. და სუფთა ზედაპირი შიგნით რჩება გარეთ. უკრავთ თავს და იგზავნება ეს ავტოკლავირებაში და შემდეგ მიდის დასაწვავად. ეს პარკი ავტოკლავირებას უძლებს. მადლობთ ყურადღებისთვის.